ყავთ შეყვარებული თუ არ გყავთ 13 თებერვლამდე სასწრაფოდ შეიყვარეთ ვინმე სიყვარულის დღეს სასტუმრო რედისონი ბიჭებს შავებში გოგონებს კი საღამოს ბრჭყვიალა კაბებში გამოწყობილებს გეპატიჟებათ სტუმრებს უამრავი სიურპრიზი გელით მათ შორის ბოშების ქარავანი რომელიც თბილისს სპეციალურად სიყვარულის დღეს აღსანიშნავად ეწვევა კიდევ რა სიურპრიზები მოიფიქრეს ორგანიზატორებმა შეყვარებული წყვილებისთვის ვალენტინობა ქართულად ნახეთ ჩვენი სიუჟეტი ბოშათა ბანაკი ამჯერად თბილისში მოემგზავრება. მიზეზი განსაკუთრებულია სიყვარულის დღე. 13 თებერვალს სასტუმრო რედისონი შეყვარებული წყვილების მოლოდინშია. სტუმრებს ბოჰემური ბოშები გიტარის ჰანგებით შეეგებებიან. ძალიან დატვირთული იქნება, ბოშები ჩამოყავს, უამრავი სიურპრიზი იქნება. აქედან გამომდინარე მგონია, რომ ყველა ნასიამოვნები დარჩება. სასიყვარულო ისტორიები ცნობილი კინოფილმებიდან. ნინო დარასელი რომანტიულ კოლაჟს სპეციალურად ამ საღამოსთვის ამზადებს. იმდენი სიყვარულის ისტორია გავიხსენეთ, არ მთავრდება და ყოველდღურად ყველა ამატებს თავის ჩამონათვალს და თავიდან იყო რაღაც 20 კასეტა და მე დღეს უკვე 100 კასეტიდან ვამონტაჟებ და ამ დღეების განმავლობაში ალბათ ავალთ უკვე არ ვიცი რა რაოდენობამდე და ალბათ სიყვარულის ისტორია არ მთავრდება, ალბათ დაუსრულებელია. ატელიე ატიაში სიყვარულის დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. კაბა, რომელიც წამყვანმა 13 თებერვალს უნდა ჩაიცვას, უკვე მზადაა. გამოკვეთილი სილუეტი და ბევრი ბრჭყვიალა სამკაული. ასეთი იქნება რუსკა მაყაშვილის კოსტუმი. სტუმრებს კი საღამოს სპეციალური დრეს-კოდი მოეთხოვებათ. გადავწყვეტეთ, რომ დრეს-კოდი იყოს ესეთი: მამაკაცები სულ შავებში და ქალბატონები ბრჭყვიალა. სიბრჭყვიალი შეიძლება გამოიხატებოდეს ტანსაცმლით, დეტალით, თუნდაც თვალებით შეიძლება ბრჭყვიალებდეს. წითელი ლენტი არის ჩვენი მოსაწვევი და ქალბატონებს ექნებათ ეს ლენტები როგორც სამაჯურები, ალბათ მე ესე მგონია და მამაკაცები ამ შავ ჩაცმულობაში თუნდაც დავუშვათ პიჯაკის ჯიბეში ჩაიდებენ. ეს კადრები 11 წლისაა. სიყვარულის დღის აღნიშვნა მეგობრებისთვის უკვე ტრადიციად იქცა. თუ კი ადრე ბოშურცაკებს თავად ასრულებდნენ, ახლა მათთვის და ყველა შეყვარებულისთვის უკვე ნამდვილი ბოშები იცეკვებენ.